რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის იმას, რომ დასავლურ ბლოკში ეს გაურკვევლობები, გაუგებრობები, გარკვეული წინააღმდეგობებიც თუ არ დასრულდეს ყოველ შემთხვევაში უფრო მკაფიო გახდეს, ამ მხრივ სხვათა შორის ლაშა საინტერესო იყო გერმანიის კანცლერის გამოსვლა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ყრილობაზე, ყოველწლიურ ყრილობაზე გუშინ. სადაც მან ძალიან ღიად და მკაფიო თქვა, რომ არაფერი აქ საწყენი და არ არის ტრაგიკული, ეს არ არის ტრამპის პირველი მოსვლაო და რა შედეგებიც ახლა დგება, ტრამპი პირველი წელი არ არის, რაც მოდის ხელისუფლებაში ამ ხედვითო და გარკვეული ირიბი საყვედური იყო, მათ შორის გერმანული პოლიტიკური და ევროპული პოლიტიკური ელიტის მიმართ, რომ ამისთვის სამზადისი და ადეკვატური რეაგირება დროზე იყო საჭირო და ახლა ეს ყველაფერი უნდა ხელებ დაკაპიცებულებმა უნდა დავიწყოთ, ვაკეთოთ, ხარჯოთ, როგორც გერმანული ბუნდესვერი, ასე ვთქვათ, ევროპული უსაფრთხოების სისტემა უნდა დაეყრდნოს მთლიანად ევროპულ რესურსებს, რაც არ გამორიცხავს, რა თქმა უნდა, ამერიკელებთან პარტნიორობას. აი, შენ როგორ უყურებ იმ მომენტს, იმ ფაზას, რომელშიც ახლა არის დასავლური ცივილიზაცია, რადგან ქართველებს ძალიან გვჭირდება ამ ხრივ ხელმოსაკიდი ორიენტირების დანახვა აშხაბადის ფონზე. ძალიან კარგი შესავალი იყო, მადლობა ამ შესავლისთვის, იმიტომ რომ პირდაპირ საშუალებას გვაძლევს, რომ სამ ძირითად პროცესს მივაქციოთ ყურადღება, რაც ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. ეს არის პირველი იმპერიის ყდომა და ეს ბოლო ფაზაში იმყოფება ჩემი გადმოსახედიდან რუსეთის იმპერია, რომელიც სხვადასხვა სახით საბჭოთა კავშირი, რუსეთის იმპერია, цаრისტული, ეხლა პოსტ-საბჭოთა კავშირის რუსეთი, რომელიც ცდილობს რაღაცნაირად დსთ-ს თუ ევრაზესის სახით გადარჩეს, ის ყდომის ფაზაში იმყოფება და ყველანაირად ცდილობს, რომ ამ ყდომის ფაზიდან ისე გამოვიდეს, რომ დასავლეთის ობიექტური სისუსტეები გამოიყენოს და საერთოდ ჯამში ისევ დომინანტ ძალად ჩამოყალიბდეს. მეორე პროცესი ეს არის ობიექტური სისუსტეები, რაც დასავლეთს, ამ შემთხვევაში ევროპას, მათ შორის ევროპას და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც შიდა პოლიტიკური თვალსაზრისით გააჩნია. ეს შიდა პოლიტიკური პრობლემები კიდევ უფრო გამწვავებული არის გარე ფაქტორებით, როგორც არის გლობალური მიგრაცია და ასე შემდეგ, უამრავი კონფლიქტები მის პერიფერიაზე, რაც საერთო ჯამში სოციო-ეკონომიკურ დინამიკასთან ერთად ძალიან ცუდ ეკონომიკურ გარემოს ქმნის, ზოგადად ამ ქვეყნებში, იქნება ეს გერმანია, საფრანგეთი, ჰოლანდია თუ ასე შემდეგ, რაც ხელს უწყობს ისეთი ძალების მოსვლას, რომლებიც მაინც და მაინც პროევროპული, ევროპის ერთიანობის მომხრე ძალები არ არის, არამედ ძალიან პირდაპირ გამოხატავენ პროკრემლისტულ პრორუსულ ესეთ სენტიმენტებს და ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხშირ შემთხვევაში ეს ძალები კრემლის სატელიტურ ძალებადაც შეგვიძლია მოიხსენოთ. მესამე გლობალური პროცესი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებრივია, ეს არის ის პოლიტიკური პროცესი, რაც მიდის ამერიკის შეერთებულ შტატებში, იმიტომ რომ ჰეგემონი, რომელიც 1945 წლიდან ამყარებდა გლობალურ წესრიგს, ის ჰეგემონი ეხლა პირდაპირ აცხადებს, რომ ეს წესრიგი მის ინტერესში აღარ შედის. შიდა პოლიტიკური ცვლილება მიდის რადიკალური თან ამერიკის პოლიტიკურ კლასში, განსაკუთრებით რესპუბლიკურ პარტიაში, ისევე როგორც რა თქმა უნდა დემოკრატიულ პარტიაში, ანუ გადააზრება ხდება ამ ორივე პარტიაში ბევრი რამე, მათ შორის ღირებულებების საკითხების, რაც ავტომატურად სულ სხვა, როგორ გითხრათ, სულ სხვა პრიორიტეტებს აყენებს ამერიკული პოლიტიკური ისტაბლიშმენტის წინაშე, განსაკუთრებით თეთრი სახლის წინაშე, რაც გამოიხატება ისეთი დოკუმენტების სახით, როგორც იყო ახლა ბოლო დროს გამოქვეყნებული ამერიკის შეერთებული შტატების ახალი უსაფრთხოების სტრატეგია, რომელმაც ეს შოკის, ასე ვთქვათ, ტალღები გამოიწვია მსოფლიოში და რის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ჩვენ შევდივართ ძალიან სახიფათო, ძალიან ტურბულენტობით სავსე ეპოქაში, არა მხოლოდ გლობალური მასშტაბით, არამედ ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში და ბუნებრივია ეს პირდაპირ პროპორციულად აისახება ჩვენს უნარზე და ჩვენს პერსპექტივაზე გადავრჩეთ აი ამ სახიფათო პერიოდში, როგორც სახელმწიფო და როგორც კონსოლიდირებული ერი. ეს სამი პროცესი ჩვენ პირდაპირ აი ეს თითის დადებით გვეუბნება, რომ თქვენ ამ პროცესს გაივლით, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ რამოდენიმე ბაზისურ ამოცანას შეასრულებთ, როგორც პოლიტიკურად შემდგარიერი, ხო? ანუ თუ იქნებით როგორც კონსოლიდირებული საზოგადოება, თუ თქვენ გეყოლებათ ისეთი ხელისუფლება, რომელიც ეროვნულ ინტერესებზე განახორციელებს
თავის საქმიანობას და მესამე რა თქმა უნდა თუ თქვენ როგორც პატარა და სუსტი სახელმწიფო გეყოლებათ ძალიან ესეთი მყარი და ძლიერი მხარდაჭერის მქონე პარტნიორები და მეგობრები საერთაშორისო კონტექსტში. თუ ეს სამი ამოცანა არ იქნება შესრულებული, ჩათვალეთ რომ ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. კითხვის დასრულება დამასწარი უფრო სწორედ იმ ჩამონათვალისა და გლობალური სურათის აღწერის ფონზე ხუმარ გაძლიერდა არგუმენტები საქართველოს პრორუსული თუ არა ყოველ შემთხვევაში ევროპასთან და დასავლეთთან ურთიერთობების გაცივების და პასიურ ფაზაში გადაყვანის მოსურნე ადგილობრივი პოლიტიკოსების ან ექსპერტებისათვის რა კონტექსტშიც აშხაბადში იმ გარემოცვაში კობახიძის მოხვედრა ავთენტურ მოვლენას წარმოადგენდა. მოდი დავიწყოთ ამაზე საუბარი და დაუბრუნდეთ იმ სამ ძალიან კონკრეტულ აუცილებლობას, რაც თქვენ ჩამოთვალეთ იმისთვის, რომ ჩვენ ამ ტურბულენტობაში ჩვენმა ნავმა მყარად გაიაროს და არ ამოტრიალდეს. ჩვენ ერთი რამე სახელმწიფო ეროვნული ინტერესები არ უნდა შეგვეშალოს თვალთმაქცობაში. ეს არის პრინციპული ამოცანა, იმიტომ რომ ხშირად პოლიტიკოსებს აქვთ ეს მიდრეკილება, რომ ბევრი მოვლენა თუ გადაწყვეტილება თუ საქციელი ისეთ შუქში წარმოაჩენონ, თითქოს ეს არსებითად მნიშვნელოვანი არის, რეალობაში ეს აბსოლუტურად შიგთავსის და შინაარსის არ მქონე მოვლენა არის და უბრალოდ ეს გაყიდვა ხდება პროპაგანდის თუ დეზინფორმაციის საშუალებით თავის მომხრე წრეებში. აი რა რას გულისხმობთ მაინც რომ გულისხმობ რომ არავინ არ არის წინააღმდეგი რომ ჩვენ ყველა სახელმწიფოსთან მიუხედავად ამ სახელმწიფოს პოლიტიკური წყობისა იქნება ეს დემოკრატია, ავტორიტარული მმართველობა, ტირანია, სამეფო თუ ასე შემდეგ, რა თქმა უნდა ყველასთან უნდა ვიქონიოთ ურთიერთობა, მაგრამ აქვე უნდა დავძინო რომ ჩვენ ყველასთან თანაბარი ან თანაბრად მოშორებული ან თანაბრად დაახლოებული ურთიერთობა ბუნებრივია ვერ გვექნება. სახელმწიფოს რომელსაც არ აქვს ჩამოყალიბებული რა ღირებულებებზე დგას ის, რა ეროვნული ინტერესები ამოძრავებს ამ სახელმწიფოს, აი ამ სახელმწიფოს შეუძლია თქვას, რომ ჩვენ თანაბრად უნდა ვიყოთ დაშორებული, ან თანაბრად ახლო ყველა სახელმწიფოსთან, იმიტომ რომ ნუ არა აქვს, არ იცის რომელთან უნდა იმეგობროს, რომელთან არა. ლაბილურია რა. ხო, ნუ ფორმა არ აქვს, მაგრამ სახელმწიფოს რომელსაც ძალიან მკაფიოდ აქვს ჩამოყალიბებული თუ რა უნდა მის საზოგადოებას, მის ერს, ეს კონსენსუსი არის ეროვნული ჩამოყალიბებული, რომ გვინდა ჩვენ პირობითად დემოკრატია, ეს დემოკრატია მართლა პასუხობს ჩვენი ერის სურვილს, გვინდა სამართლებრივი სახელმწიფო, გვინდა სადაც ყველა ადამიანი თანასწორია. გვინდა ეს კონტროლი სახელმწიფოსი, თუ პირობითად მონებივით უნდა ვემონოთ და ნუ რასაც ზემოდან გვეტყვიან, ის უნდა შევასრულოთ. ანუ უამრავი ესეთი ღირებულება არის, რაზეც ბუნებრივია კონსენსუსი უნდა შედგეს და არის ხშირ შემთხვევაში შემდგარი და ამის საფუძველზე სახელმწიფო ბუნებრივია ავითარებს ეროვნულ ინტერესებს, რომელსაც იცავს ყველგან, მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს სამხრეთ კავკასია, ცენტრალური აზია, გლობალური მასშტაბით თუ ასე შემდეგ. ეხლა როცა ვიღაცები გამოდიან და ამბობენ, რომ ჩვენთვის სულ ერთია, ანუ ევროკავშირი იქნება ეს, რუსეთს არ ამბობენ ჯერ, მაგრამ რუსეთი იქნება, ცენტრალური აზიის ქვეყნები იქნება თუ თურქეთი და ირანი და ასე შემდეგ, ყველასთან უნდა გქონდეს თანაბრად კარგი ურთიერთობა. ეს რა თქმა უნდა არის მტკნარი ტყუილი, იმიტომ რომ ვერ გვექნება ეროვნული ინტერესებიდან თვალთმაქცობა არის, ვერ გვექნება, იმიტომ რომ ჩვენი ერის ინტერესები ხშირ შემთხვევაში არ თავსდება იმ სახელმწიფოების ინტერესებთან, რომელთან ურთიერთობას ასე გაყიდვას ცდილობენ ჩვენ საინფორმაციო სივრცეში. მარტივად რომ ავიღოთ, გასაგებია მაგალითად რომ ჩვენი მეზობლები აზერბაიჯანი, თურქეთი, როგორც ისევე ირანი და სომხეთი არის ის პირველი რგოლი, რკალი, რომელთანაც ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა უნდა გქონდეს. ანუ აპრიორი ამ სახელმწიფოებთან მეგობრული პარტნიორი. ახლოს ამეზობლო. თლად გადასარევი. იგივე სურვილი გვექნებოდა რუსეთთან ამის საშუალებით. რა თქმა უნდა, ბევრი საკითხი არსებობს რუსეთთან დაკავშირებით, რიგ საკითხებზე მე მაგალითად თანამედროვე შტამპებს არ ვეთანხმები. ბევრი რამე მათ შორის კარგით შემოსულა რუსეთიდან, ეს უნდა შევხედოთ. თუმცა ახლა ზოგადად ისტორიულ ჭრილში, რა თქმა უნდა, უამრავი ბოროტება მოვიდა იქიდან და უამრავი სისხლიდან, მაგრამ რაღაცებით კარგიც იყო, ესეც არ უნდა დავივიწყოთ. მაგრამ საერთო ჯამში უნდა გვახსოვდეს, რომ პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
ხო საგარეო პოლიტიკა არის შიდა პოლიტიკის შიდა კონსენსის და შიდა პოლიტიკური სისტემის ერთგვარი გაგრძელება იმისთვის რომ სამი ამოცანა იქნას უზრუნველყოფილი ეს არის ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობა ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა და ქვეყნის კულტურულ სოციალური განვითარება და დაახლოება იმ სივრცესთან რომელიც ჩვენ მიგვაჩნია ჩვენ ბუნებრივ სივრცეთ ეხა ამ გადმოსახედიდან თუ ჩვენ შევხედავთ ბუნებრივია რომ ჩვენ თანაბრად მსგავსი ურთიერთობები ვერ გვექნება ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, იგივე თურქმენეთთან თუ ტაჯიკეთთან, იქ რაც არ უნდა საბჭოთა კავშირი გვაკავშირებდეს, ახლა საბჭოთა კავშირის წარსული მათ ქვეყნებთან. გასაგებია რომ ჩვენი მომავალი ვერ იქნება ამ სახელმწიფოებთან დაკავშირებული. სულ სხვა წარმოდგენები გვაქვს ჩვენ. ამავე დროს გასაგებია რომ რაც არ უნდა ახლოს უნდა ვიყოთ მაგალითად თურქეთთან, თურქეთიც ჩვენს მსგავსად კანდიდატი ქვეყანაა ევროკავშირის და მასაც კი ესმის უზარმაზარი ქვეყანაა, 85 მილიონიანი ქვეყანა უზარმაზარი ეკონომიკით. მაგრამ ამ ქვეყანასაც ესმის რომ მისი მომავალი ამ შემთხვევაში ევროპასთან არის სულ სხვა საქმე რომ პოლიტიკური პრიორიტეტების გამო ეს კანდიდატის სტატუსი ახლა გაყინული არის. ჩვენ როგორც პატარა ქვეყანა ხშირად მიწევს ხოლმე ამაზე ახლა დავიღალე ამაზე საუბარი ქვეყანა რომელსაც აქვს ძალიან მცირე ეკონომიკური რესურსი, რომელსაც არ აქვს დიდი სამხედრო რესურსი, რომელსაც არ აქვს დიდი რაოდენობა, დიდი ტერიტორია და ასე შემდეგ, არ აქვს ბევრი ბუნებრივი რესურსი და ასე შემდეგ, ჩვენ მხოლოდ ორ რამეზე შეგვიძლია, ასე ვთქვათ, იმედი ვიქონიოთ საერთაშორისო პოლიტიკაში, ეს არის რომ ჩვენ გვეყოლება გენიალური პოლიტიკოსები და დიპლომატები და მეორე ჩვენ გვეყოლება ძალიან გენიალური დაზვერვა, რომლის და აი ამ ორი კომპონენტის მეშვეობით ჩვენ გვეყოლება ძალიან კარგი და ძლიერი მეგობრები. სამწუხაროდ ახლა ამ მიმართულებით ბოლო პერიოდს რომ გადავხედოთ, არც ერთის მიმართულებით და არც მეორეს მიმართულებით ჩვენ ვერანაირ წარმატებას ვერ ვაღწევთ. რის შედეგადაც ვიღებთ იმას, რომ ის უდიდესი სივრცე სოციო-ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით ძალიან საინტერესო მომენტი არის, იმიტომ რომ ეხლა ხდება ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის ჩამოყალიბება, იმის დამიხედვით როგორ დამთავრდება უკრაინაში ომი, ხდება ევროკავშირის შიდა პოლიტიკური სტრუქტურული, ასე ვთქვათ, გადაანალიზება და ამ პროცესში აქაც ძალიან ხშირად ვიმეორებ ამას, ჩვენ არ უნდა დავდგეთ განზე, პირიქით ყველანაირად უნდა ვანიშნოთ, რომ ჩვენ ამ სივრცის ნაწილი ვართ, იმიტომ რომ თუ იგივე პირობითად აი ამ თანამედროვე ექსპერტების ბრწყალებში არგუმენტაციას მივყვეთ და ბალანსირების პოლიტიკაზე არის საუბარი, რომ მოდი ახლა დავაბალანსოთ ყველას ინტერესი რეგიონში, აქ რეგიონში ინტერესები ვერ დაბალანსდება, თუ დასავლეთის და ევროპული ინტერესი არ იქნა აქ წარმოდგენილი. აქ სიტუაცია ყირავდება. ხო, მარტივად რო თქვა, გერმანიის ელჩ ქუჩაში რო არ უნდა დევნო ხელისუფლების სახელით და პირველმა პირებმა პარლამენტის თავმჯდომარემ არ უნდა ლანძღონ და ლამის აგინონ იმის ფონზე, როდესაც მაგალითად თურქმენეთის ელჩთან მათი შეხვედრა ლამის მთავარი დიპლომატიური მიღწევა. ხო, ეს უკვე სასაცილოც კი არის. ხო, ეს ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ვერანაირ დიპლომატიურ ეტიკეტს, ტაქტს თუ ასე შემდეგ. ლაშა მინდა მოვასწროთ რამდენიმე სიტყვა თქვა თემაზე, რომელზეც უფრო მინდოდა რომ გვესაუბრა დაწვრილებით, მაგრამ ეს თემა ახლა უფრო აქტუალური იყო. ჩამონათვალში თქვენ ახსენეთ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების კონსოლიდირებას. ერთის მხრივ ეროვნულ კონსენსუსს ამ ღირებულებებთან დაკავშირებით, რომელზეც თითქოს არსებობს, ანუ რო კითხო ახლა ქართული ოცნების მხარდამჭერს ღიად ყოველ შემთხვევაში არავინ არ გეტყვის რომ არ მინდა თავისუფალი სასამართლო, რომ არ ემხრობა დესპოტიას, რომ არ უნდა რომ მისი შვილი ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეს იყოს მოწყვეტილი, რომ ევროპული ღირებულებები ქართული ღირებულებებიც არის. შეიძლება იქ მოაყოლოს, რომ აი ეს რაღაცეები გარყმის ელემენტი, მაგრამ ახლა ნუ ევროპა მაინც მიქელანჯელოა და გზებიც კაია და ჯანდაცვაც და იქაური სასამართლო და ასე შემდეგ, ხო? თუ გულწრფელობაზე მიდგება საქმე, შეიძლება ჩვენ შეგვეპაროს ზოგიერთის გულწრფელობაში, მაგრამ საჯაროდ ამას არ იტყვია. ანუ კონსენსუსი საჯაროდ არსებობს. რა აკლია ამ ქვეყანას განსაკუთრებით მის წინააღმდეგობის მოძრაობას იმისთვის, რომ ეს კონსენსუსი პოლიტიკის სახით კარნახად იქცეს დღევანდელი მმართველი პოლიტიკური ძალისთვის, მე ამის იმედი არ მაქვს, რომ მოხდეს განახლება მმართველი პოლიტიკური კლასის
განსაკუთრებით იმ მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელშიც ქართული ოპოზიცია, აი ზურა ჯაფარიძე მომავალ კვირაში 19-ში უნდა გამოვიდეს, უთავდება ვადა და უნდა გამოვიდეს და ეხლა მარჩიელობთ ყველანი იმაზე, ახალ აღზრულ საქმეებს მიაყოლებენ თუ არა კუჩი მასაც, გიორგი ვაშაძესაც, ნიკა გვარამიასაც, ნიკა მელიას გაუგრძელეს ვიცით, ელენე ხოშტარიას კიდე სხვა მოკლედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით. ძალიან რთული კითხვა არის, მაგრამ ამავე დროს ამ კითხვას უნდა მიუდგეთ ერთის მხრივ საკმაოდ მარტივად და უნდა გავანალიზოთ სიტუაცია, რატომ არის, როგორც თქვენ თქვით, ეს პოლიტიკური ოპოზიცია ასე დაქუცმაცებული, ასე სუსტი და რატომ ვერ ხდება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების კონსოლიდაცია ზუსტად იმ კონსენსუსის აუცილებლობიდან გამომდინარე, რაც თქვენ ახსენეთ. ამის ანალიზი რო დავიწყოთ, უბრალოდ ეს რომ დავადგინოთ, ჩვენ უნდა შევხედოთ პირველ რიგში რა ახასიათებს ქართულ ოცნებას და რატომ არის ქართული ოცნება დღემდე ასე წარმატებული. ქართული ოცნება იმიტომ არის წარმატებული, მიუხედავად იმ შიდა სისუსტეებისა, მიუხედავად შიდა დაპირისპირებისა, მიუხედავად იმ უამრავი არადამაჯერებლობისა, რასაც თანდათან სულ უფრო მეტი პროცენტით მოსახლეობას უფრო საღად ხედავს, ქართული ოცნება არის მაინც ძალიან კაფიოდ სტრუქტურირებული ერთიანი სტრუქტურა, სადაც რესურსები არის გაერთიანებული, სადაც ყველას თავისი როლი გააჩნია, სადაც ძალიან კაფიოდ ორგანიზებული საინფორმაციო პოლიტიკა, ხშირად პროპაგანდისტული გზებით ხდება ინფორმაციის გავრცელება და სადაც ყველას თავისი ფუნქცია გააჩნია და ეს მართლობითი რგოლი გარკვეულია. იმისათვის რომ ასეთი სახის კონსოლიდირებულ ავტორიტარულ სისტემას ებრძოლო და წარმატებით ებრძოლო, ბუნებრივი ამას შენ ვერ მოახერხებ დაქუცმაცებული, ვაღიაროთ, ეგოებით გავსებული პოლიტიკური ოპოზიციის სპექტრს, რომლებიც ელემენტარულ საკითხებზეც ვერ ახერხებენ ერთმანეთთან საკითხების შეჯერებას და ამ შემთხვევაში ჩვენ ხშირად ხედავთ ხოლმე რომ ხშირად გამოცხადებული თითქოს ერთიანობა გარკვეული მცირე პერიოდის გავლის შემდეგ ეს ერთიანობა რაღაცნაირად იშლება და უცებ ყველას ავიწყდება ამ ერთიანობის შესახებ. მე ხა ვლაპარაკობ როგორც არ მომერიდება ამას, კარგი გაგებით, როგორც ქართველი ნაციონალისტი. იმიტომ რომ როცა ჩვენ საუბრობთ ავტორიტარიზმთან ბრძოლას და ეს კარგი იქნება თუ ბევრი პოლიტიკოსი ამას გაიაზრებს, ჩვენ არ უნდა საუბრობთ როგორც პოლიტიკური ოპონენტი. საუბარი არის ზოგადად ერის და სახელმწიფოს გადარჩენაზე არის. ეს ამოცანა არის და როცა ჩვენ საუბრობთ რომ ჩვენი ქვეყანა და ქართველები უნდა გადავრჩეთ როგორც ერი, ამ ქართველებში რა თქმა უნდა ვგულისხმობთ ყველას, ვინც აქ საქართველოში ცხოვრობს, პოლიტიკოსებს უნდა კონდეთ გააზრებული, რომ ეს ეროვნული ამოცანა დგას მათ წინაშე, იმიტომ რომ თუ სწორი და საღი პოლიტიკა არ იქნა გატარებული უახლოეს 2-3 წელიწადში, ეს ქვეყანა აღარ იქნება, რასაც ჩვენ ახლა შევჩეული ვართ ამ ბოლო აწლეულების განმავლობაში, იმიტომ რომ ის საერთაშორისო სტრუქტურა გვიცავდა მეტნაკლებად, ის საერთაშორისო სამართალი, ეს ყველაფერი იცვლება და ძალა ისევ ხდება გადამწყვეტი ფაქტორი, ჩვენ მაინც და მაინც ძლიერები არა ვართ. აი ამ მომენტში, როცა ვსაუბრობთ კონსოლიდაციაზე, საუბრობთ ეროვნულ კონსოლიდაციაზე, სადაც მართველი რგოლი პოლიტიკოსებისა პირველ რიგში მათ უნდა ახასიათებდეს მაღალი სანდოობის ხარისხი ხალხის მხრიდან. აქ ვერ იქნება, ვერ დადგება ისეთი პოლიტიკოსი ან პოლიტიკოსთა ერთობლიობა, რომელთა ნდობის ხარისხი არის დაბალი, რომელიც მიჩნეულია, რომ ის არის ან გაკოტრებული, ან კომპრომენტირებული და იმას ხელმეორედ ვერ დაატრიალებთ პოლიტიკურ სივრცეში, იმიტომ რომ ქართული საზოგადოება ობიექტურად არის დაღლილი ამ პოლიტიკოსებისგან. მეორე რაც არის, ეს არის ბუნებრივია, რომ ეს ერთიანობა გულისხმობს ისეთ ტიპის გაერთიანებას, რომელიც ქართული ოცნების მსგავსად კარგად არის ორგანიზებული და სტრუქტურირებული. ოღონდ ეს ორგანიზება და სტრუქტურა კიდევ უფრო უნდა ჯობდეს ქართული ოცნების სტრუქტურირებას და ორგანიზაციას. წარმოიდგინეთ ახლა თქვენ რაღაცა პოლიტიკური აქცია რომ უნდა განხორციელდეს, რომელსაც ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომლებიც თითქოს ერთად არიან, რაღაცა ქარდის სახით გამოფენს და აბსოლუტურად სულ სხვა, ანუ იგივე დღეს, იგივე ოღონდ სულ სხვა დანიშნულების პოლიტიკურ აქციას პირობითად გამოფენს მეორე სხვა პოლიტიკური ორგანიზაცია, რომლებიც თითქოს ერთად კოალიციაში იმყოფებიან. ხო, მეტყველებს რომ არანაირი ერთიანობა მათ შორის არ არის. ანუ აქ საუბარია იმაზე, რომ თუ არ მოხდა პოლიტიკური მართლობითი რგოლის განახლება და ეს რგოლი მაღალი სანდოობით უნდა სარგებლობდეს, თუ არ მოხდა სტრუქტურული გაერთიანება
მუდმივი როგორც ესეთი ჯანსაღი ორგანიზმის ჩამოყალიბება, თუ არ მოხდა ამის შიგნით რესურსების მობილიზება და ასევე გაერთიანება, რაც თავარია ერთიანი საინფორმაციო პოლიტიკის წარმოება და აქ ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ საქართველოში არის რეგიონალური განსხვავებები და განსხვავებები თუ რა ხდება თბილისში. ჩვენ ვიცით, როგორ ხდება რეგიონების მართვა საქართველოში და რა, ასე ვთქვათ, რა ბერკეტებით ხდება, როგორ პრაქტიკულად ფეოდალურ რეგიონებად არის დაყოფილი საქართველო ამ თვალსაზრისით. შესაბამისი პოლიტიკა უნდა, საინფორმაციო პოლიტიკა უნდა განხორციელდეს იმ მიმართულებით იმისთვის, რომ რეგიონები, ასე ვთქვათ, რეგიონებმა თვალები გაახილონ და რეგიონებმა ამოყონ იმ საქართველოში, იმ საინფორმაციო სივრცეში, რომელშიც ჩვენ ავად თუ კარგად თბილისში და უფრო დიდ ქალაქებში ვიმყოფებით. საქართველოს აქვს უამრავი პრობლემა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომელმაც შეიძლება შეიძინოს ეროვნული კატასტროფის პრობლემის ხარისხი. იქნება ეს ჩვენი ბუნებრივი რესურსების აი როგორ გითხრათ, კატასტროფული განიავება, იქნება ეს ტყეების გაჩეხვა, აი მარტივად გეტყვით. რანაირ დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეთ ელისო კილაძესთან, ეხლა რამოდენიმე რეპორტაჟი ეხლა მოამზადა, რომ სვანეთში იჩეხება ტყეები, ძამის ხეობაში იჩეხება ტყეები, უამრავი ასეთი ფაქტი არსებობს, იქით კარიერები, აქეთ მთა იხსნება და ასე შემდეგ. საქართველოს ერთ-ერთი სიმდიდრე სწორედ მისი ბუნება არის. და იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს არ აქვს არც ნავთობი და გაზი, ასეთი ტიპის ავტორიტარულ სახელმწიფოში განიავდება სწორედ ის, რაც საქართველოს გააჩნია. ეს არის მისი ბუნება და მისი ბუნებრივი წიაღისეული. რა თქმა უნდა, სხვანაირად თქვენ ვერ მოიპოვებთ ახლა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არც გაზი, არც ნავთობი არ აქვს. ის урბანული პოლიტიკა, რაც თბილისში ტარდება, რაც ბათუმში ტარდება, რაც ურეკში, გონიოში და ასე შემდეგ. ანუ ის ბუნებრივი ლამაზი კუთხეები, რომლებიც კერძო ინტერესის გამო ნიავდება, ეს ბუნებრივ წარმოშობს პრობლემებს რეგიონებში, რომელზეც ერთიანი საინფორმაციო პოლიტიკა უნდა იქნას აგებული და ეს ერთიანი საინფორმაციო პოლიტიკა უნდა იქნას წარმოდგენილი მთელი სახელმწიფოს საქართველოს მასშტაბით, მაგრამ ბუნებრივია ეს ყველაფერი ვერ მოხერხდება, თუ არ მოხდება, როგორც თქვენ ახსენეთ, აი ეს ერთი კონსენსუსის ჩამოყალიბება, რომ ჩვენ კარგი გაგებით ქართველი ნაციონალისტები ვართ, ჩვენ გვინდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ერი, გნებავთ ჩვენი ეკლესია, ჩვენი რაც კი აქამდე როგორც კი მოვედით, როგორც ერი ხო, რასაც წარმოვადგენთ, ის ისტორიული დანატოვარი, რაც არის, შეხედეთ რა ხდება ამ ეკლესიებთან დაკავშირებით, ანუ კიდევ ერთხელ, ამის თავმოყრა აი ამ კონცეპტუალურ პოლიტიკურ გაერთიანებაში თუ არ მოხდა, რომელიც დალაგებულად იქნება ესეთი ორგანიზებული და სტრუქტურირებული, ძალიან დიდი საშიშროება არსებობს კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ ვერ შევდგებით აი ამ სახიფათო პერიოდში, გარდამავალ პერიოდში ვერ გაუძლებთ ამ დაწოლას და ეს დაწოლა იქნება როგორც შიდა, ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური თუ კულტურული, ისევ რა თქმა უნდა ეს იქნება გარე დაწოლა და გარე საფრთხეები და ამას კიდევ ერთხელ სჭირდება ლეგიტიმური მთავრობა, ეროვნული კონსოლიდაცია და ძლიერი სამხედრო და უსაფრთხოების მექანიზმები. ეს თუ ჩვენ მოკლედ დროში ვერ შევქმნით, ჩვენ ძალიან დიდი საფრთხის პერიოდში შევარდნით. ლაშა ძებისაშვილი, ძალიან დიდი მადლობა, ლაშა, აქ უნდა დაამთავროთ.